ეხლა ბევრი რამე უკვე იცვლება ლოგისტიკაშიც, ფასებშიც, ფასების ლოგისტიკის ფასებშიც, თვითონ ტექნიკის ფასები, რომ უამრავი რეგულაციები გამოვიდა ჩინეთშიც. ამიტომ ეს მანქანებიც, ფასები არა აქვს ესეთი სტაბილური. ეს ყველა ერთი და იგივეა, 380-იანებია. ეხლა ვნახოთ აქ ბირკაზე რა აქვს. ეს არის შაკმან 25 ტონა 2026 წლის მეორე თვე. აბსოლუტურად ახალი ყველაფერი. ვეიჩაი ძრავი. 这也有看 WP 都是微颤 ეს არის ვეიჩაი ძრავის ნომერი. ასეთი შაკმანები ესენი არის მაგის ფასები. ეხლა რაც არის ვიტყვი აი სავარაუდოდ დიაპაზონს ამ მანქანების უკვე ხორგოზზე მიყვანილი. სავარაუდოდ არის $53,000. აი ესეთები 380-იანები. 400-იანებიც არის და კუზავოს შეცვლა შეიძლება, ვისაც უნდა ბანანა კუზავო. იგივე ახალს დააყენებენ ამეებზე. ყველაფერი ორიგინალური ახალი ვეიჩაი. ეს არის პირდაპირ შაკმანის ქარხანა, სადაც ვუყურებთ ახლა ყველაფერს. აი ეს ხლა ერთი და იგივეები არის შეკვეთაზე. აბსოლუტურად ერთი და იგივე ახალი 2026 წლის მანქანები. შაკმანით თუ დაგაინტერესებთ, გავიაროთ, გავისაუბროთ. ახალი ტექნიკა, რა თქმა უნდა, არის ახალი ყოველთვის ფასიც, რა თქმა უნდა, მეტი ვიდრე მეორადი, მაგრამ დაზღვევაც აქვს მეტი თქვენთვისაც, ჩვენთვისაც. ამიტომ უკვე მეორადებზე გამოცდილება მაქვს და ასე ვთქვათ, არ იყო კარგი გამოცდილება. ამაზეც მოგიყვებით, მოგვიანებით. თუმცა გადავწყვიტე, რომ ეს ბრენდი, ეს საკმაოდ კი არა, ერთ-ერთი უმაგრესი ბრენდია შაკმანი. ბევრ ქვეყნებში არის